პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ეროვნული ნაკრების მაისურის დაწვით გააპროტესტეს, რომელსაც კალაძე ეწერა. აქციის მონაწილეებმა ჯერ ფეხით გათელეს და შემდეგ დაწვეს მაისური, რომელზეც საქართველოს დროშა და წმინდა გიორგის გამოსახულებით ეროვნული სიმბოლიკაა დატანილი. ფაქტს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა. ნაწილმა პროტესტის ეს ფორმა სარწმუნოებისა და ეროვნული იდენტობის შეურაცხყოფად აღიქვა. ებრძვიან ეროვნულს. აი ახლა ამ ველურებისთვის გაიღება ევროპის კარი. მომდევნო ალბათ საქართველოს დროშის დაწვა. სად გაიზარდნენ, საიდან მოვიდნენ ასე ერთნაირები. ისე საკუთარ თავებს რომ მოუკიდონ ცეცხლი რუსთაველზე, ეს აჯობებდა. ღმერთო გვიშველე, გონიერება და სინანული მიეცი გზააბნეულთ. რას ჩადით, რას? უკვე ზღვარს გადადიან, ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფას აყენებენ. ეს ურჯულო ფაშისტები. ქართველი ხალხის სახელით ხმა არ ამოიღონ ამ ქვეყნის მოღალატეებმა. ასე იცის გაუნათლებლობამ. მანდ მდგომი უმრავლესობა ვერც კი იაზრებს თუ რას ჩადის. უბრალოდ მათთვის იქ დგომა მოდური გახდა. რასაც თესავენ, კი არა და დათესეს, მალე იქნება მაგის მოსავალი. ამათი სიბოროტე უგზო უკლოდ არ დაიკარგება, ეშმაკის მეგობრები. ბოლო პერიოდში აქციებზე სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან სარწმუნოების შეურაცხყოფის ფაქტებზე ისაუბრა, რასაც ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება უწოდა. ყველა ხედავდით, რომ ამ არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე. თქვენ ხედავდით ასევე ახალ რიტუალს ამ აქციაზე ფეხით შედგნენ აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელსაც არის ჩვენი ეროვნული სიმბოლოები გამოსახული. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამ კონკრეტულმა ადამიანებმა, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა. გუშინ ასევე იგივე ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ უღმერთობაც არის მათი ხელწერა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე. არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში, ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები ამ უმძიმეს იდეოლოგიისგან არიან ჩვენი გადასარჩენი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავიხსნათ ლიბერალური ფაშიზმისგან. ეროვნული ნაკრების მაისურის დაწვას მავნებლობა და შეურაცხყოფა უწოდეს მომართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აქციის მონაწილეებს ურჩევენ სიფრთხილით მოიკიდონ ეროვნული იდენტობის სიმბოლიკას. ახალ სიგიჟეებს აკეთებენ და ახალ წვერვალებს აღწევენ მარაზმის. მოკლედ ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა, იმიტომ რომ კალაძე აწერია, არის არ ვიცი, მავნებლობის და ფაშიზმის რაღაც ახალი გამოხატულება, ყოველდღიურად ახალ რაღაცებს აკეთებს. სხვათა შორის საქართველოს დროშაც არის დატანილი და გერბიც არის ნაკრების მაისურზე. და ყველას ვთქო ვიფიქროს, ცოტა დაფიქრდნენ, სანამ ამას გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხონ იმისათვის გერბზე, დროშაზე, ნაკრების მაისურზე ფეხის სირვილი არის ძალიან ცუდი რამ რბილად რომ თქვაც. და ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ წვერვალს დაიფხრობენ. როდესაც შენ ფეხით ადგები წვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს და იქ არის საქართველოს დროშა და გერბი, ამით პირდაპირ აკეთებ იმას, რომ შენ წვავ და ფეხით თელავ საქართველოს დროშას და გერბს. ამიტომ მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ვინმეს ეს გააზრებული არ ქონდა, როცა ეს გააკეთა. შესაბამისად საზოგადოებამ გაიაზროს უკვე და საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად პატრიოტები, რამდენად საქართველოს და სამშობლოს მოყვარულები და თუნდაც რამდენად ევროპული გზის მოყვარულები არიან ის ადამიანები, ვინც ამ სიცოცხლეს ჩადიან. ისევე როგორც ეს იყო მამა შალვასთან მიმართებით, საშინელი ბულინგი, რაც ნახა საზოგადოებამ გუშინ და ის რაც იყო სასახლის დაწვასთან დაკავშირებით, რაც აგერ რუსაველის გამზირზე საზოგადოება მიხილა. ეს არის ერთიანი ციკლი, ეს არის გაგრძელება ამ რადიკალიზმის. ამ აქციის მონაწილეებს შორის არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებით, დავალებით მოქმედებენ და ჩვენ სრულიად მიზანმიმართულად უწოდებთ მათ უსამშობლო და უღმერთო სექტას, იმიტომ რომ ასეთები არიან. პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მიუხედავად არაერთხელ დაანონსებული მუქარისა, მათ კენჭისყრის პროცესს ხელი ვერ შეუშალეს. ქვეყანამ ახალი პრეზიდენტის შეფერხებების გარეშე აირჩია.